ჩვენი რეგიონისთვის მთლიანად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, ეს არის პირველად პრაქტიკულად 30 წლის განმავლობაში, როდესაც ესე მიუახლოვდა მსოფლიო მშვიდობიანი ბირთვული, ასე ვთქვათ, ბირთვული გავრცელებლობის და თვითონ ირანის ბირთვული პროექტის მშვიდობიან პროექტად გარდაქმნის სიცხადეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ესაძლევს ახალ შანსებს. საქართველოს ესაძლევს შანსს, რომ იყოს რეგიონში გამორჩეული ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის და ჩვენი ურთიერთობაც ირანთან ტრადიციული ურთიერთობები, რომელიც ჩამოყალიბდა ამ კუთხით იქნება ინსტრუმენტალური რეგიონისთვის და ევროპისთვის. საქართველოსთვის უკრაინა რომ სტრატეგიული პარტნიორია, რომ ჩვენ ვართ ყველანი უკრაინის მეგობრები, ეს მე მგონი ცხადად დადასტურდა ყველა მთავრობის პირობებში. მე გულშემატკივრობ, როგორც რიგითი ჩემი ქვეყნის მოქალაქე, ევროპულ პერსპექტივას უკრაინის, იმიტომ რომ ეს არის მთელი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ უკრაინა გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი ჩვენთან ერთად. რაც შეეხება დღეს მიმდინარე მოვლენებს, ეს არის საგანგაშო, ბუნებრივია, ევროპული ქვეყნებიც, პარტნიორებიც ყველანი გულშემატკივრობენ, რომ მშვიდობით დასრულდეს შიდა პოლიტიკური დაძაბულობა და უკრაინა დაადგეს ევროპული ინტეგრაციის გზას. ჩვენ უკრაინელი ხალხის და ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ და როგორც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები ევროპასთან, ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის განვითარდება მომავალშიც. ჩვენთვის ყველანაირად ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება უკრაინაში, არა მხოლოდ იმიტომ, რომ რა თქმა უნდა ჩვენ მთლიანად ხარს უჭერთ ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის სწრაფვას ევროპისკენ, არამედ იმიტომაც, რომ ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, განსაზღვრავს იმას, რა მოხდება მომავალი წლის განმავლობაში საქართველოში და უკრაინის წარმატება ნიშნავს სამეზობლო პოლიტიკის წარმატებას, ნიშნავს ევროკავშირის აღმოსავლეთი მიმართულების წარმატებას და ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ერთხელ და სამუდამოდ კოზი ნაცარში ჩაუვარდება და იძულებული იქნება თქვას სხვა ქვეყნებზე იგივე მიზეზით და იგივე მიზნით ზეწოლაზე, მათ შორის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაწუხებს სწორედ საქართველოს ბედი და საქართველოსზე მოსალოდნელი ზეწოლა მომავალი 1 წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მოვლენები მიდიოდეს ნორმალურად, რომ უკრაინელმა ხალხმა არ დაკარგოს ევროპის პერსპექტივა და მოხდეს ის, რისთვისაც დღეს 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი გამოდის ქუჩაში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ მიეცეს საკუთარი ზეწოლის საშუალებით უკრაინის ევროპიდან იზოლირების გზა. იმიტომ რომ თუ ეს მოხდა დღეს უკრაინაში, ხვალ ძალიან დიდი ალბათობით რუსეთი ამას ეცდება საქართველოშიც. ამიტომ ჩვენთვის შეიძლება ითქვას, რომ ფაქტიურად საქართველოს ბედი მნიშვნელოვანწილად ხდება უკრაინაშიც და მე მთელი გულით წარმატებას უსურვებ უკრაინას, უკრაინულ სახელმწიფოს და უკრაინელ ხალხს იმ გზაზე, რასაც ეწოდება დემოკრატიული ევროპული უკრაინა, რომელიც იქნება მისი ხალხის არჩევანის შესაბამისი.